პირდაპირ ეთერში სტუმრებით შემოგვიერთდნენ და ვისაუბრებ ძალიან მნიშვნელოვან დღეებზე, რომელიც 13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და ეს დღეები მე მგონი მნიშვნელოვანი არა მხოლოდ გამომცემლებისთვის, არა მხოლოდ პოეტებისთვის, არა მხოლოდ მწერლებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, ვისაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და წიგნი. ჩვენი სტუმრები არიან მიხეილ გიორგაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და მედია მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში გამგზავნებისთვის. 13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით კიდევ ერთხელ ვიტყვი, ფრანკფურტში გაიმართება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, ბუნებრივია საქართველოც იქნება წარდგენილი საკუთარი სტენდით. ასევე უნდა ითქვას, რომ პარალელურად ვემზადებით 2018 წლისთვის, როდესაც საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, მაგრამ ჯერ მოდით წლევანდელ 2015 წლის წიგნის ბაზრობაზე ვისაუბროთ, როგორ ვემზადებით, როგორ იქნება ჩვენი სტენდი და შემდეგ უკვე სამამულო გეგმებსაც გადავწყვეტებით. ბატონო, წლევანდელი ბაზრობისთვის მზადება მაინც ალბათ უკვე იმ ნიშნით მიმდინარეობს, რომ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ 2018-ში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საპატიო სტუმრის სტატუსით წარვდგებით ბაზრობაზე, რაც თავისთავად თითოეული მონაწილეობა ჩვენი გახლავთ ძალიან ეფექტური საშუალება იმისი, რომ ქართული ლიტერატურა, ქართველი ავტორები გავაცნოთ უცხოელ მკითხველს, უცხოელ გამომცემლებს და მიმართულებით მე ვიტყოდი, რომ ცრუ თავდაბლობის გარეშე ნამდვილი გარღვევა მოხდა წელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიას დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ინტენსიური და ძალიან პროდუქტიული ჩატარებული მუშაობისთვის. რამოდენიმე სიახლე გვაქვს ამ მზადებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს წლევანდელი ბაზრობისთვისაც მზადებას. ალბათ უფრო დეტალურად საუბრებს ამაზე, მაგრამ მე წინასწარ მინდა ვთქვა, რომ რამოდენიმე მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განვახორციელეთ კულტურის სამინისტრომ და წიგნის ცენტრმა ერთად, რომელიც ონლაინ პლატფორმასაც შეეხება, სადაც მაქსიმალურად არის შეკრებილი ინფორმაცია ქართველ ავტორებზე. საძიებოთ არის ძალიან საძიებო პლატფორმა არის, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გამომცემელს, ადგილობრივს თუ უცხოელს თუ უბრალოდ მოყვარულს ზოგადად ლიტერატურის გაუადვილებს ძალიან ინფორმაციის მოძიებას, თქვათ აქტიურ თანამედროვე ქართულ მწერლებზე. გარდა ამისა, რამოდენიმე კატალოგი გამოიცა, ჩვენ აღარ ველოდებით მხოლოდ უცხოელ გამომცემლებს, რომ ისინი დაინტერესდნენ რომელიმე კონკრეტული ავტორით, არამედ უკვე ჩვენ ვთავაზობთ მათ გარკვეულ პალიტრას, სათარგმნი, ასე ვთქვათ, ტექსტების, ეს არის მხატვრული ლიტერატურა, არამხატვრული ლიტერატურა, ქართველი კლასიკოსები. ეს კატალოგები. ამიტომ როგორც გითხარით, ძალიან ასე ვთქვათ, ინტენსიურად ვემზადებით, ვმუშაობთ ასევე ვიზიტებზე, რომელიც გულისხმობს გერმანული მხარის ვიზიტს საქართველოში, იმისთვის, რომ არა მხოლოდ გამომცემლობის და ლიტერატურის თქვათ მიმართულებით, ზოგადად ქართული კულტურის გაცნობის მიმართულებით ვცდილობთ, რომ გავაქტიურდეთ ძალიან. ბუნებრივია, ალბათ იქნება შეხვედრები ქართულ მწერლებთან, ქართულ პოეტებთან, ხო ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრებიან დელეგაციასთან ერთად. მოგესალმებით, ამ თემაზე სასაუბროთ ყოველთვის მიხარია თქვენს ეთერში. ჩვენ გვიხარია, როდესაც ჩვენთან ხარხობდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მართლაც ზეიმივით არის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისთვის და კულტურის სამინისტროსთვის. ძალიან საინტერესო პროგრამით მივდივართ ფრანკფურტში. ხელდამშვენებულები, ბატონმა მინისტრმა ახსენა, რომ ჩვენი ცენტრის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა ეს სამი არაჩვეულებრივი კატალოგი. ეს გახლავთ თანამედროვე ქართული მწერლების საქართველოდან, კლასიკოსი მწერლების საქართველოდან და არამხატვრული ქართული პროზა. ეს არის ინგლისურენოვანი კატალოგები, ვიზუალური და ტექსტური მასალით და მიზანი ამ კატალოგების არის, უფრო მეტი უცხოელი გამომცემელი. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება გერმანელი, ინგლისელი თუ ფრანგი, მაქსიმალურად დავაინტერესოთ ამა თუ იმ ავტორით. რაც შეეხება შემოქმედებით პროგრამას, ჩვენ გვექნება დაახლოებით 5 ღონისძიება, მათ შორის რამდენიმე საჯარო კითხვა ქართული მწერლების, პრეზენტაცია ჩვენს ეროვნულ სტენდზე, სადაც ჩვენ ვუმასპინძლებთ უცხოელ ვიზიტორებს და გამომცემლებს პატარა მიღებით და სწორედაც ამ კატალოგების პრეზენტაციით. და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მუდმივ პარტნიორს, გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას, ყველა ქართულ გამომცემელს, რომელიც გვერდში გვედგა, როგორც ამ კატალოგების მომზადების პროცესში, ასევე ზოგადად მოსამზადებლად
მართლმადიდებელი სამუშაოების პროცესში და რა თქმა უნდა კულტურის სამინისტროს რომლის მხარდაჭერის გარეშე ფაქტობრივად ეს პროექტი წელს ვერ გახორციელდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ უნდა ითქვას ისიც რომ ცენტრის ვებგვერდზე დევს ეგრეთ წოდებული ტექნიკური წინასწარი თარგმანები ამ შემოთავაზებული ავტორების და ნაწარმოებების და საიდანაც ასე ვთქვათ წარმოდგენა უკვე შეუძლია შეიქმნას წარმოდგენა გამომცემელმა თუ რაზეა საუბარი რა ტექსტი არის ერთი შეკითხვა მაქვს უბრალოდ ვერ მივხვდი კატალოგში რის მიხედვით არის დახარისხებული ინფორმაცია ანუ შესაბამისად აქ არის ქართველი მწერლების და მათი ნაწარმოებები ხომ ვის შეარჩია და რა კრიტერიუმით მოხვდნენ აი ამ კატალოგში სამი თემატური კატალოგია როგორც თქვით ამ კატალოგების მომზადებაზე იმუშავა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ რომელმაც თავის რეკომენდაციები მოგვცა ასევე ჩვენ გავითვალისწინეთ ქართული გამომცემლების შემოთავაზებები გავითვალისწინეთ ლიტერატურული პრემიები და ასევე ყველაზე მეტად გაყიდვადი და ისეთი მაღალი მოთხოვნის მქონე წიგნები ანუ 4-5 კრიტერიუმით შედგა ამ კატალოგის შინაარსი შესაბამისად ამ წელს ამ შედეგით მივდივართ ამ შემადგენლობის ნაწარმოებებით დაახლოებით 100-მდე წიგნია აქ წარმოდგენილი ჯამში სამივე კატალოგში 100-მდე ქართულ წიგნს ვთავაზობთ სხვადასხვა გემოვნების მკითხველისთვის და გამომცემლისთვის. მე მგონი იმედი უნდა დავიტოვოთ რომ მართლაც ამ წიგნებით და ამ ავტორებით დაინტერესდებიან გამომცემლები თუნდაც ფრანგული წიგნის ბაზრობას და შემდეგ ითარგმნება არაერთ ენაზე. ბუნებრივია ყველა წიგნის ბაზრობას აქვს რაღაცა საკუთარი მიზანი და საკუთარი ნიშა რომელიც უჭირავს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემთხვევაში ალბათ აქ აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ავტორებთან შეხვედრაზე, არამედ უკვე საქმიან მოლაპარაკებებზე, ხო? რა გაგრძელება და რა პერსპექტივა შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრას უკვე ქართველი ლიტერატურებისთვის. არის ესეთი კონკრეტული მიზანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. ბატონ მინისტრად ძალიან კარგად მოიხსენება და ყველა იმ ქართულ გამომცემელს, რომელიც წლებია დადის ფრანკფურტში, რომ ფრანკფურტი არის ბიზნესზე ორიენტირებული წიგნის ბაზრობა, განსხვავებით ლაიფციგის წიგნის ბაზრობისგან, რომელიც არის უფრო მეტად ლიტერატურული, უფრო მეტად სხვა ფორმატის, მთელი ქალაქი ლიტერატურული საღამოებით არის დატვირთული. ფრანკფურტი განსხვავებული ფორმატია, ეს ძირითადად არის კონცენტრირებული გამომცემლების ინტერესზე, ფოკუსირებული მათ მოთხოვნებზე, შესაბამისად ქართველი გამომცემლების აქტიურობა, ჩვენი ცენტრის აქტიურობა, რომ უფრო მეტ უცხოელ გამომცემელს გავუღვევოთ ინტერესი, რომ საავტორო უფლებები იყიდონ ამა თუ იმ ქართულ ავტორის ნაწარმოებზე ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად აი ამ პრინციპით ჩვენ ვაპირებთ წელს ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ვიმუშაოთ უცხოელ მხარეს. თავდაპირველად ანუ ამ წიგნის ბაზრობებზე განსაკუთრებით ესე დიდი ბაზრობებზე როგორც არის ფრანკფურტის ბაზრობა და მით უმეტეს თქვენ უკვე აღნიშნეთ რომ ბიზნესზე ორიენტირებული ბაზრობაა და ესეთი გათვლები არის აქ. ჩვენ სტენდი როგორც ვიცი უფრო კარგი ხდება, უფრო დიდი ალბათ ყველა წელს სხვადასხვანაირია, სხვადასხვა კონცეფციებით აგებული წელს რით განსხვავდება ჩვენი სტენდი და რამ შეიძლება გამორჩიოს სხვა სტენდებისგან. თუ აქვს გარკვეული ტიპის სტენდი 2014 წლიდან ისევ და ისევ სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენი სტენდი გაიზარდა. წელს ჩვენ გვაქვს 72 კვადრატული მეტრი, რაც საკმაოდ დიდი სივრცეა იმისთვის, რომ ეს პალიტრა ჩვენი გამომცემების და გამომცემლობების მაქსიმალურად კარგად იყოს წარმოდგენილი. წელს გვაქვს სიახლე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცენტრის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები უცხოურ თარგმანებში ძალიან ბევრი მოგროვდა. ამიტომაც ჩვენ გადავწყვეტეთ კონცეფცია შეგვეცვალა ჩვენი სტენდის და ჩვენ გვაქვს სტენდი სტენდში. ანუ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და კულტურის სამინისტროს თავის პატარა კუნძული ექნება საქართველოს ეროვნულ სტენდზე, რაც კიდევ ერთხელ დაუსვავს ხაზს იმას, რომ სახელმწიფო სერიოზულად ზრუნავს ლიტერატურულ პროცესზე ქვეყანაში და მაქსიმალურად ორიენტირებული ამ პროცესის პოპულარიზაციაზე საზღვარგარეთ. მით უმეტეს რომ სულ რაღაც 3 წელიწადში გველოდება 2018 წელი და ალბათ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ბევრ მოვალეობასაც ვიღებ ჩვენს თავზე, რაც უნდა შესრულდეს, ხომ, როდესაც საპატიო ბუნებრივია, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ეს ასე ვთქვათ მამოძრავებელი ძალა არის სწორედ აი ამ უფრო პროფესიული ასე ვთქვათ თვალსაზრისით და ძალიან მოკლედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ამბობენ, რომ ეს ასე ვთქვათ უფლებების გაყიდვის ბაზრობა არის, რაც დაამახსენა. გარდა ამისა მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამეთანხმება, რომ გარდა ვთქვათ წმინდა ლიტერატურული მიმართულების ეს ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ეფექტური საშუალება არის იმისთვის, რომ ზოგადად ქართული კულტურის წარმოჩინება მოხდეს ამდენად დიდ და ამდენად პოპულარულ საერთაშორისო პლატფორმაზე და რა თქმა უნდა ჩვენ ამ შანსის გამოყენებას
ვაპირებთ მაქსიმალურად ეს საშუალებასთან ერთად თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ დიდი პასუხისმგებლობაც არის იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და დარწმუნებული ვარ ყველას გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ძველი თვითყოფადი უნიკალური მრავალფეროვანი კულტურა გაგვაჩნია და აი ამ სპექტრის ასე ვთქვათ კულტურული სპექტრის წარმოჩინება რა თქმა უნდა სერიოზული მუშაობის და პასუხისმგებლობის საგანიც არის ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება 2018-ისთვის ჩვენ შევქმნით საკოორდინაციო მრჩეველთა საბჭო, სადაც მაქსიმალურად მოვიწვიეთ ის ადამიანები, ვინც ცნობილები არიან თავისი, ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმით ზოგადად კულტუროლოგიურ, ლიტერატურულ და კულტუროლოგიურ სფეროებში, ჩამოვყალიბდით გარკვეულ გზავნილებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული იმ კონცეფციაში, რომელსაც ჩვენ წარვდგებით 2018 წელს, მთავარი გზავნილი ჩვენი ასე ვთქვათ წარდგინების უნდა იყოს ის, რომ საქართველო არის ძველი, უძველესი კულტურის და ისტორიის და ტრადიციის მატარებელი ქვეყანა, მაგრამ მომავე დროს ეს არის თანამედროვე ქვეყანა, რომელიც ჩართული არის თანამედროვე პროცესებში, მათ შორის კულტუროლოგიურ პროცესებში და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ბრუნდება თავის ისტორიულ ევროპულ ოჯახში. აი ამ დაბრუნების, ასე ვთქვათ, მოტივი, მე ვფიქრობ, უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ლეიტმოტივი აი ამ ჩვენი წარდგინების. არა ის, რომ ეს ქვეყანა, რომელიც აღმოცენდა უცბად საიდანღაც და ესე სიურპრიზად მოევლინა, ასე ვთქვათ, დანარჩენ მსოფლიოს, არამედ ეს არის ქვეყანა, რომელიც სწორედ რომ ამ ევროპული ღირებულებების მატარებელი არის და ეს ქვეყანა გარკვეული, ასე ვთქვათ, ისტორიული ობიექტური მიზეზების გამო მოწყვეტილია. ორგანულად უბრუნდება თავის ძველ. ისევ უბრუნდება თავის ისტორიულ ოჯახს, თავის ევროპულ ოჯახს. მე ვფიქრობ, ეს თავად ევროპელებისთვისაც საინტერესო იქნება, ანუ წარმოიდგინეთ ვიღაც ბრუნდება უკან სახში, ბრუნდება ოჯახში და ნეტავ რა მოაქვს, რა მოიტანა, სად იყო, რა საკეთებდა ამდენი ხანი. და ვფიქრობ, რომ ეს ინტერესს გააგვივებს კიდევ უფრო მეტად ჩვენი, ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენი წარდგინებისადმი. ჩვენ მივემგზავრებით ხვალ უკვე ფრანკფურტის ბაზრობაზე წელს ინდონეზია არის საპატიო. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, უბრალოდ ალბათ წლიდან წლამდე აკვირდებით საპატიო ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნები როგორ წარადგენენ საკუთარ თავს, ხომ? საინტერესოა რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და რა შეიძლება იყოს ის დეტალები, რაც შეგვიძლია რომ ჩვენ წავიღოთ და შემდეგ ჩვენ გამოვიყენოთ უკვე ჩვენ სასარგებლოდ. ნუ მე ესე მინისტრის რანგში ზოგადად პირველად ვიყავი შარშან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ფინეთი იყო საპატიო სტუმარი. ჩემი ღრმა პატივისცემის და მიუხედავად თავად პავილიონი მთავარი დიდად არ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, ჩემი აზრით ზედმეტად მინიმალისტურად იყო წარმოდგენელი, მაგრამ რაც ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რაც გასათვალისწინებელი არის გამოცდილების მხრივ, ჩვენთვის გახლავთ ის, რომ მთავარი პავილიონის გარდა უამრავი სივრცეები არის, სადაც შეიძლება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, აქტივობების განხორციელება დაწყებული შეხვედრებიდან, რაც ყოველთვის კეთდება, ვთქვათ, ავტორებთან და წარდგინების ახალი ნაწარმოებების და ახალი პროექტების. იქ არის, ასე ვთქვათ, თემატური კონფერენციები ტარდება ზოგადად სხვადასხვა კულტუროლოგიურ თემებზე, განათლების თემებზე, ფანტასტიკური პავილიონი ჰქონდათ, რომელიც ბავშვებს მიეძღვნა, ფინელებმა გააკეთეს, სხვა შორის პირველი გამოცდილება იყო ეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვისაც და მათთვისაც ძალიან საინტერესო იყო, როგორ, ასე ვთქვათ, კულტურა ბავშვების განათლებაში და კერძოდ ლიტერატურა რამდენად დიდ როლს თამაშობს, როგორი ინტერაქციული პროექტებს ახორციელებს ფინეთი. საბავშვო განათლებაში. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ვიზუალური მხარე, ხომ? იმისთვის რომ დამთვალიერებელი მოაბრუნოს და შეჭერდეს ზუსტად ჩვენს ტემპს. ნუ ზუსტად ეს თქვი, ხა ფინეთს ჩემი აზრით ცოტა ზედმეტად მინიმალისტურად ჰქონდა ეს
ასე ვთქვათ, გადაწყვეტილი, აი წელს ინდონეზია არის და ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით რომ ვნახოთ როგორ აქვთ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილი საკითხი რა ეგრეთ წოდებული side event-ები, ანუ პარალელური აქტივობები რა აქვთ დაგეგმილი. იქ ძალიან დიდი შიდა ეზო არის, ღია სივრცე არის და მე ვფიქრობ რომ ჩვენ აუცილებლად ეს შიდა ეზოს სივრცეს უნდა გამოვიყენოთ, თუ როგორ აი ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ ისევ და ისევ ამ პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის გადასაწყვეტი ეს არ უნდა იყოს და იმისთვის რომ ეს ასე ვთქვათ პროცესი ჩვენი წარდგინების კონცეფციის შემუშავების მეტად ინკლუზიური და გამჭვირვალე გახდეს, იმისთვის რომ საზოგადოება ჩაერთოს მაქსიმალურად ამ პროცესში, ჩვენ ვაპირებთ რომ საჯარო კონკურსი გამოვაცხადოთ კონცეფციაზე და კონცეფციიდან გამომდინარე შემდეგ უკვე საბოლოო სლოგანზე და ლოგოზე და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება ის თუ რას შემოგთავაზებენ ჩვენ როგორც პროფესიონალები ისე საშუალება ექნება ნებისმიერ ადამიანს თავისი კომენტარი, ვთქვათ სურვილი რაღაც შენიშვნა ამასთან დაკავშირებით გამოგვიგზავნოს. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად 2018 წელს ქართული სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერაც უნდა შედგეს, ხო? ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარალელურად. კინოცენტრისა და წიგნის ცენტრის ერთობლივი წიგნის ცენტრმა და კინოცენტრმა კულტურის სამინისტროსთან ერთად ეს კონკურსი გამოვაცხადეთ და ნუ ამ კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი სცენარის მიხედვით, გამარჯვებული სცენარის მიხედვით უკვე გადაიღებენ ფილმს და ეს იქნება ერთ-ერთი პროექტი 18 წლის ფარგლებში ჩვენი და კინოცენტრის და სამინისტროს ერთობლივი მუშაობის მხრივ, რომლის ჩვენებაც გაიმართება დარწმუნებული ვარ არა მარტო ფრანკფურტში, არამედ გერმანიის სხვა ქალაქებშიც. ჩვენ ვახსენეთ რომ დიდ რაცების ქვეყანა ვართ და მოვდივართ ესე ბრუნდებით უკან ევროპულ ოჯახში და ძალიან საინტერესო იმიტომ მე ვკითხულობდი და ვნახე რომ ვერხიტყალსმის სასაჩუქრე გამოცემა იქნება წარმოდგენილი და ასევე ალბათ კიდველისთვის როცა განსაკუთრებით ბიზნესია ლაპარაკი ძალიან საინტერესოა რა შევიხდი ფულს ან ვიში ვიხდი ფულს როცა მithumetes გამოცემის ავტორ უფლებებს ყიდულობ და როგორც ვიცი გარკვეული ავტორები წარმოდგენილები იქნებიან პირადად და იქნება გარკვეული პრეზენტაცია 8 წიგნის პრეზენტაცია გვექნება 8 წიგნი და 8 ავტორის ნაწარმოებები ჩვენი ცენტრის მხარდაჭერით და გერმანელი გამომცემლების დაინტერესების ფორმატში მზადდება. ეს გახლავთ ანა კოძაია სამადაშვილის ნაწარმოების საჯარო კითხვა, ლაშა ბუღაძის ნაწარმოების საჯარო კითხვა, ესმაონიანის წიგნის, დავით ბარბაქაძის წიგნის, ზაზა ბურჭულაძის წიგნის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ თანამედროვე ავტორების პარალელურად ჩვენ გვექნება სამი კლასიკოსი ავტორის ნაწარმოების პრეზენტაცია, მათ შორის ერთ-ერთი ვეფხისტყაოსანი თქვენ ახსენეთ ჩოთა რუსთაველის, ჭოლა ლომთათიძის მოთხრობების კრებულის და ეკატერინა გაბაშვილის მოთხრობების კრებულის. ჩვენ ეხლა დაგვრჩენია რომ ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ რომ გააოცოთ მართლა ჩვენი სტენდით საქართველოს და ჩვენ ბუნებრივია ჩვენი გადაცემა თვალყურს მიადევნოთ როგორ ჩაივლის წლევანდელი წიგნის ბაზრობა ფრანკფურტში 2015 სწორედ იმ პერიოდში არასობრად საქმეა დიდი მადლობა მობრძანებისთვის წარმატებები და სწორედ იმ პერიოდში როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრება ჩვენი სტენდით საქართველოს წარსადგენად საქართველოში დიასპორული ეკონომიკური ფორუმი გამართება სწორედ 13-დან 17 ოქტომბერს დაგვალოდეთ რეკლამის შემდეგ სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. სტუმრებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ. ნახოთ.